უსაფრთხოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე ხსნის რეაქციას ნიკა საღამომშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. როგორი იყო შენი გუშინდელი განწყობა პარლამენტში? ძალიან ისეთი ხმაურიანი რო იყო ეს ვიცი, მაგრამ გაგიჭირდა თუ არ გაგიჭირდა იქ მისულიყავი, სადაც ორჯერ შეგიწყვით ეს უფლებამოსილება, სადაც მოდი ვთქვათ პირდაპირ მე სულ ამბობ ამას, ორჯერ მოგიწყეს პოლიტიკური სასამართლო და პრინციპში შენს დაჭერას მიაჭირეს ერთსულოვნად ხელი. გახარია მკითხვა იმ დღეს ამ სტუდიაში რომ დასარწმუნებელი მყავდაო უმრავლესობაო რომ ნიკასთვის იმუნიტეტი მოეხსნათო, მაგრამ აი შენი რეაქცია როგორი იყო? როგორი შეხვედი? ღელავდი, არ ღელავდი? შურისძიება გინდოდა, არ გინდოდა თუ როგორ? არა მარტო ორჯერ შემიჩერეს იმუნიტეტი, მართლაც უცნაურად ვითარდება ჩემი და მათი ურთიერთობა უკანასკნელ წლების განმავლობაში. ორჯერ ხო შემიჩერეს იმუნიტეტი. ერთხელ გამომაგდეს პარლამენტი და ერთხელ დამიჭირდეს რა. ანუ ეს 4 სხვადასხვა განვითარება იყო ამ უკანასკნელ 2 წლის განმავლობაში ჩემ თავს მათი მხრიდან. ემოციურად გუშინ თქვი, ამით დავიწყე ჩემი სიტყვა, ნამდვილად არ იყო ადვილი დგომა იმ ტრიბუნასთან, სადაც საიდანაც ხედავ დაახლოებით 44-45 ის ადამიანია, რომლებიც უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტში მეორეჯერ მიაჭირეს ჩემს დაკავებისთვის ღილაკს ხელი. არა იმუნიტეტის მოხსნისთვის, თან რა არიცით? თან იმისიც ერიდება და მესმის მათი და არ ვამტყუნებ. ამბობენ რომ ჩვენო მელიასთვის ღილაკის ხელის მიჭერით ციხის საგზური კი არ გამოვწერეთო. არამედ იმუნიტეტი მოусვენთო გახარიაც არ ბატონი გახარიაც აქ იგივე საუბრობდა ხო როგორც თქვი არა და პროკურორი დადგა ტრიბუნასთან და თქვა მოვედი მე ახლა დღეს პარლამენტში და ვითხოვ მელია ნიკას დაპატიმრებას ამისათვის მიჭირდება თქვენი უფლება აი ამას ეხებოდა ის კენჭისყრა თორე იმუნიტეტის მოხსნა იმისათვის ჩვენთვის ბრალი წაეყენებიათ არ იყო აუცილებლად ბრალი მე ისედაც აყენებული მქონდა მანამდე ხო გახსოვთ 20 ივნისს კი როგორ არა ანუ და ერიდებათ ახლა თან გიჭერენ და თან იმასაც კი ვერ ამბობენ რომ კი დასაჭერი იყო და დავიჭირეთ ერიდებათ ერიდებათ მეზობლების ძალიან ემოციური ადამიანი ხარ რაღაცნაირი მე სულ ამბობ ხოლმე აი კლასიკური გაგებით ნაციონალი არ ხარ ანუ რაზგული პოლიტიკოსი სხვანაირი ხარ ანუ რაზგულის ხმობ ეხა განმარტავ ისეთი ხარ რა ემოციური და შიგნიდან ღელავდი თუ არ ღელავდი ღელავდი ბუნებრივია თორემ მე რო ჩემი თავი წარმოვიდგინე მე შენსავით გადარეული ემოციების ადამიანი ვარ ალბათ რაღაც ძალიან დავიძაბებოდი სანამ შევიდოდი თავთან მუშაობა მიწეს მართლა გეუბნებით რომ თავს კონტროლი გაუწიო და არ დავკარგო კონტროლი საკუთარ თავზე იმიტომ რომ შესაძ შენ უკვე ამ ეტაპზე გიწევს პოლიტიკის კეთება რა ეტაპზეც მე ვარ არა მაქვს იმის ფუფუნება რომ ხა ქართული ოცნების იმ წარმომადგენელთან რაიმე სახით თუნდაც სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდე რომელიც არაფრის მომცემი არ არის მართლაც აი მე გამიხარდებოდა რომ მათში ვხედავდე ტოლსტოის მათში ვხედავდე ნამდვილად ღირსეულ მოწინააღმდეგეს და თუნდაც აი ასეთ დროს გქონდეს მოწვავი დებატები. უბრალოდ გუშინთვარე არ მოგატყვილებთ და რასაც ვერ გძნობ, ამას ხო არ გეტყვით. არ ვუყურებ იმ ადამიანებს ასეთებად. მე ვერ ვიჯერებ და ის რომ მათ ერიდებათ იმის აღიარება რომ მელია დავიჭირეთ, ხო? რა უდგას წინ რომ დასაჭერი იყო და თქვენ დავიჭირეთ. არა, ამბობენ რომ ჩვენ იმუნიტეტი მოუხსენეთ. და რატო იცით? იმიტომ რომ შინაგანად იციან რომ უბრალოდ მათაც არ უნდათ ხელის მიჭერა. იყო ვინმესგან იგრძენი ეს უხერხულობა, აი რაღაცა კულუარებში ვინმე მხوار გითხრა რამე. უმრავლესობის წევრმა ეს მაინტერესებს. მათ იმდენად დიდი მორალური უპირატესობა ჩამიდეს ჩემს პოლიტიკურ მჭიდში, მათთან მიმართებაში მე ახლა სამარის კარამდე ბოლომდე სანამ მე პოლიტიკაში ვარ და სანამ ისინი არიან, მექნება ასეთი უპირატესობა და ეს იგრძნობა. იგრძნობა და მეც ასე ვიგრძნობდი, ხა ინგა ხა ორჯერ რომ ყოლოდი დაჭერილი, ხა შენ. მაგითო გეკეთე. ხა ინგა გრიგოლია რომ ყავდეს ორჯერ დაჭერილი. ხო, ჩემი ხელით დაჭერილი იყოთ. თქვენ და ხა ხვალდაზე რო ქუჩაში შეხვდეთ, ან ნების მაღაზიაში რო შეხვდეთ, თვალს აგარიდეთ. ასევე მარიდებენ, თვალს და ამარიდებენ, მუდმივად, იმიტომ რომ იციან რაც გააკეთეს. და საუბრობენ იმაზე, რაც მე-1000 ხარისხოვანია და გადააქვთ აქცენტი თავარი საკითხი და საერთოდ რას მოყვა 20 ივნისი, ხო? ანტისაოკუპაციო აქცია, სპონტანურად გამოსული ხალხი ამ ადამიანებს
დაავიწყდათ აღშფოთებული ხალხი შენი ჩემი პოზიცია არც არასოდეს დამიმალავს, რომ შენ იყავი პოლიტიკური პატიმარი და რეალურად ჩარლ მიშელის დოკუმენტმა და ამ შეთანხმებამ ეს ყველაფერი დაადასტურა 2x2-4-ია მაყურებელს განუმარტავ, ვისაც მერე კითხვები უჩნდება ხოლმე, მაშინ როცა არც ერთი პოლიციელი ციხეში არ წასულა და იმ დღეს გიორგი გახარიასაც უთხარი, ვინმე ყაყიჩაშვილი, რომელიც სპეცრაზმის უფროსი იყო, სამხედრო ატაშედ გაუშვეს საფრანგეთში, სამხედრო წარმომადგენლად. ანუ და ამ დროს ნიკა იყო ციხეში, აი ეს იყო ჩემთვის ძალიან მარტივი, რომ ის იყო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ნიკა ეხლა გაჩნდა მეორე კითხვა, ანუ თუ არ იქნება შარლ მიშელის დოკუმენტზე ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა, რა ხდება მერე? დღეს პროკურორმა რაები თქვა უსმინეთ, ხო რომ პოლიციელების ჩვენებებიო სულ თანხმედრაშია 20 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეო კადრებთან დაიკითხა სამი მოწმე პოლიციელები, რომლებიც ღია დადასტურებენ ერთმა თქვაო, მერე თქვენი ადვოკატის განცხადება მოვისმინე, რომ მათ შორის სხვა რამებთან და ვარცხნილობითაც დაამახსოვდა, რომ ეს იყო ნიკა მელიალ. ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდით. სასამართლო მიდის. რა გარანტია გაქვთ, რომ უკან არ გაგიშვება? არ არსებობს არაფრის ამ რეჟიმის თან ევროპელები მაპატია და აღარ შეგაწყვეტნიან ფასილიტატორები, რომელთა ჩართულობითაც შედგა ეს შეთანხმება, გეუბნებიან, რომ ხელი უნდა მოაწერო და თუ კი დაგიჭერენ მეორედ შესაძლებელია მათი მხარდაჭერა უკვე აღარ გქონდეს. აი ახლა მაინტერესებს თქვენი პასუხი. პოლიტიკური ხარაკირის გაკეთების ტოლფასი იქნება, ხა ისინი თუ მახა მეორეჯერად განეძახავენ ჩემს დაბატიმრებას, რაზეც ალბათ ოცნებობა კიდევაც, იმიტომ რომ ნუ თავდაბლობის გარეშე ვამბობ, ხა ნუ ძალიან რთულია ყავდეს მოწინააღმდეგე, რომელსაც აქვს უდიდესი მორალური უპირატესობა შენზე და ხა როდესაც მორალური უპირატესობა გააქვს შენზე, ეს გადაითარგმნება და კონვერტირდება პოლიტიკურ უპირატესობაში. ეს ასე არის. ღელავენ, არ მიკვირს რატო ღელავს, ხა ქართული ოცნება გასაგებია, მაგრამ ეხა საკითხის ასე დასვა, რომ ჩვენ გვეუბნებიან უცხოელები, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, რომ ხელი მოვაწოდოთ დოკუმენტზე, მე ამ ფორმულებით ასე ამას არ ვიტყოდი, ისინი არიან არაჩვეულებრივად საქმის კურსში, თუ რის გამო ჩვენ არ დავუსვით ხელმოწერა დოკუმენტზე, აი მხოლოდ ერთი კომპონენტი არის, რაც ჩვენთვის ნამდვილად არის მიუღებელი, ამნისტიას გულისხმობ, ამოიღონ ეს ამნისტიის ნაწილი და ხვალე მოვაწერთ მოძრაობა, ყველაზე მთავარი ეხლა და თუ ამნისტია გამოვიდა და შენიშნება იქნება შეგეხოს თუ არა მერე რა. მაყურებლებისთვის კიდევ ერთხელ რომ კარგად განმარტო, რა სახის დოკუმენტზე უნდათ რომ მე ხელი მოვაწერო. მე ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა. მათ მიერ შემუშავებულ კანონ პროექტში, ხო, ამნისტიის შესახებ რა დათქმა აქვთ, რომ მე არ უნდა ვუარყო ამნისტია, ანუ პრაქტიკულად საპროცესო შეთანხმების გაფორმებას თავაზობენ. გამიგეთ, იმიტომ რომ ხა თუ არის ამნისტიის აქტი გამოცემული, ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც ვრცელდება ბევრზე, ხო, ან ყველაზე შესაძლებელი მუხლიდან გამომდინარე. მაგრამ როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, სადაც თქვენ თანხმობას ვთხოვთ მელიას, არას ამბობენ, ჩვენ თანხმობას არ ვთხოვთ მელიას, უბრალოდ არ უნდა უარყოს, ესე იგი რა გამოდის? ეხლა თქვენ რომ და მას შეუძლია გააგრძელოს უარყოს რასიშავს, ეხლა რომ კითხავენ, რომ გინდა თუ არა ამნისტია გავრცელდეს შენზე, რა უნდა თქვა, თითი ტურჩებზე უნდა მივიდო და არაფერი არ თქვა, ანუ მხოლოდ დავაფიქსირო პოზიცია, ამათ უნდათ რომ სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, გამოსცენ ამნისტიის აქტი, ანუ პარლამენტმა მიიღოს ეს კანონი და შემდეგ მოსამართლემ, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ რეჟიმის სამსახურშია, უნდა ამაყენოს ახლა ფეხზე სასამართლო სხვათა დარბაზში და მითხრას ნიკა მელიავ, აგერმავს მატერიალური სახით ამნისტიის აქტი, ახლა მითხარით, გინდათ თქვენ ეს გავრცელდეს თქვენ თავზე თუ არა? რა თქმა უნდა, გასაგებია, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იქნება, რომ არა. და მერე რა ხდება? მერე რა ხდება, ეს არ ვიცი, მე რა გითხრათ რა ხდება. ხო უნდა მიეცეს ადამიანს საშუალება, ეგებ უნდაო თავის სიმართლე და ამტკიცოს ვირეშმაკობა ქვია ამას, პირდაპირ თქვა, ვირეშმაკობა ქვია, მაგრამ თუ კი ეს კანონის დონეზე იქნება მიღებული, ანუ დიდი შანსია რა, რომ თუ შენ არ გინდა არ შეგეხება. აი იმ დღეს, როდესაც და თუ შეიძლება თქვენ ეთერშიც გავიმეორებ, ვერც მოვასწრე პრინციპში ამ საკითხზე ამოწურად საუბარი,
1 ნოემბერს ოდესაც მე ის ცნობილი სამაჯური მოვიხსენი, ხო? ნამდვილად ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. მე ანუ სიტყვის მიმდინარეობისას არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, გამოგიტყვებით, სანამ მიკროფონთან მივიდოდი, დაახლოებით 40 წუთით ადრე ეს აზრი მომივიდა თავში. რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი, მართლა რაღაც თან აპროტესტებ გაყალბებულ არჩევნებს, თან გაქვს ეს უსამართლობისა და ძალადობის სამაჯური ხელზე და მართლა უკვე სულს მიხუთავდა, ნუ ვიგრძენი, ამისგან უნდა გავთავისუფლდე. თუმცა იქვე ვაცნობიერებდი, რომ შეიძლება თავისუფლების შეზღუდვად ეს დამჯდომოდა. ნუ მაგრამ ვარჩიე, რომ დამეკარგა ეს სამაჯური, ვიდრე დამეკარგა ღირსება, ხო? ხვალაც რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდი, იგივეს გავაკეთებ. აუცილებლად. წინამდელ შემთხვევაში ჩემს მხრიდან იქნებოდა უბრალოდ ფარსი იქნებოდა ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ერთის მხრივ შენ ემორჩილები უკანონობას და შენს მარცხენა ხელზე ატარებ სამაჯურს, რომელიც არ უნდა გეკეთოს და მეორეს მხრივ აპროტესტებ სხვა სახის უსამართლობას. ასევე უხუთავს და გუშინაც მეც მიხუთავდა სულს და მოსახლეობის დიდ ნაწილს აი ეს დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის კიდევ ერთხელ უდიდეს ნაწილს, იმიტომ რომ მათ იციან, რომ იქ აურობა და იქ რაც ხდება, ნამდვილად არ გამოხატავს დიდი ნაწილი საზოგადოების ნება, სურვილს და მოწოდებებს და მისწრაფებს. აი უყურეთ აი ხარ მივდივარ შენ იცი ნიკა მე თავიდანვე ბოიკოტი არ მესმოდა თქვენი მხრიდან გამოცხადებული ამას ვამბობდი პირველივე დღიდან მაგრამ აი მაშინ ანუ მე მიმაჩნია რომ უნდა შესულიყავი აქვე დავაფიქსირებას მაგრამ აი რა სიტყვი რო რისთვისაც ჩაჯექი ხო იმისთვის გაგიშვეს ციხეში რომ ბოიკოტზე წახვედი რისთვისაც ჩაჯექი რისთვისაც თავი გაწირე გარეთ რო გამო თორცლად არ გავშლი, ვინაიდან ახლა დელიკატურ საკითხებზე მომიწევს საუბარი, რაც არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ არ მოემსახურება მაგალითად ერთობის შედუღებებას, რომლის დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამის უდიდეს შანსს ვხედავ, ახლა რა გამოვა უახლოეს პერიოდი გვაჩვენებს. ახლა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დამხვდა მე პირადად სხვა რეალობა, რომელმაც მიკარნახა, რომ შემდეგი ნაბიჯები იყო გადასადგმელი და არ იყო ეს ნაბიჯები ადვილად წინი გადასადგმელი ჩემის მხრიდან მინი კამპანიაც კი ჩავატარე შესვლა დიახ და შევედით იმიტომ მეგობრებთან ერთად რომ რაც შეიძლება მალე იქიდან გამოვიდეთ ეს არის ჩვენი თავარი ამოცანა და აი თვერითიც დაიწყეთ თქვენი სიტყვა რომ მალე ძალიან მშვიდობიანად იქ თითოეული მყოფი ადამიანი ქართული ოცნებას რომ წარმოადგენს გამოვიყვანოთ პარლამენტის გარეთ ოქტომბრის თვეში და გადავეშვათ ანუ მოიტანს სვადამდელს 43% არ უნდა იყოს ადგილობრივი არჩევნები უნდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე არის ადგილობრივი არჩევნები ვიდრე არის უბრალოდ არჩევნები და ვიდრე არის უბრალოდ რომელიმე თვალყეაღებული ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის ინტერესი. უნდა იყოს ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესით ნაკარნახები და გუშინაც ასე ვუყურებ რა ამ ადამიანებმა მიაღწიეს ადამიანები რომლებიც შემთხვევით დროებით როგორ მოხდნენ თავადაც არ ესმით ქართულ ოცნებაში ხელისუფლებაში განცდაც კი არა აქვთ ხელი გუშინ უყურებდი ხო ადამიანები ახლა თვალყურს განცდაც კი არა აქვთ ხელისუფლება არიან აი შეიძლება ხელისუფლებაში იყო და კონდეს წარმოდგენა რომ კი ვარ ცუდ საქმეს ვაკეთებ ცუდი ვარ კარგ საქმეს ვაკეთებ კარგი ვარ კარგზე ტაშ მიკრავს ხალხი ცუდზე ობსტრუქციას მიწყობს არა აქვთ აი ესე მგონია რომ უბრალოდ აი 90-იან წლებში უმაღლეს სასწავლებელში რომ აი ჩაწყობით რო ხდებოდნენ არც კიდე აი ესეთი განცდა უბრალოდ არიან რაღაც თიც მიაჭერენ და დამთავრდა მე საბათი პარლამენტარობა ამიტომ დაასრულდება არჩევნები ისე როგორც არის საჭირო ეს ადამიანები გამოვლენ და საზოგადოებამ გადაწყვიტოს იმ პროპორციული მხარდაჭერითა და შემადგენლობით ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში შემოვა ქართული ოცნება ზუსტად მართლაც იმ თანაზომადი ხარდაჭერით რომელსაც მიიღებს კი ბატონო შემოვიდა 53%-ო ღარიბაშვილმა ისიც კი თქვა გუშინ ნიკა მოდი ახლა მითხარი ძალიან გულწრფელად როდესაც შელაპარაკობ რომ იმედი გაქვს რომ ოპოზიციური ერთობა ჯერ კიდევ გაქვს იმედი რომ შედგება და ნახეთ რომ აი ამ უმწვავესი დაპირისპირების შემდეგ თქვენი ყავით ის პოლიტიკოსი რომელიც მაგალითად ალეკო ელისაშვილს რომ ესაუბრებოდით პირველების კამერამაც და
დაფიქსირა და მე რეალეკომ თქვა რომ შევრიგდი. ეხლა უყურეთ, დავუშვათ გამოვიდა ეს ერთობა. თქვენ ხო დღეს პარლამენტში ამბობთ ნაციონალური მოძრაობა, შეხვედით იმიტომ რომ სხვა რეალობა დადგა, ყველანი შევიდნენ და თქვენ რჩებოდით გარეთ. დაახლოებით მოკლეში ნაცი უხეშად ასია. ანუ თქვენ ნაწყენი ხართ, თქვენ მე ციხიდან მითხარით ერთხელ რომ ადამიანური წყენები გქონდათ, ალბათ გეწყინათ, სანამ თქვენ გამოგვიდოდით რომ ხო, ვიღაცები შევიდნენ. როგორც არა, პოლიტიკოსი. ეხლა მაგ ხალხთან ერთად, აი ვინც ეს წყენები მოგაყენა, რა ერთობაზე მელაპარაკები, რა გარანტია გაქვს რომ ხვალ რომ დადებთ პირობას ერთიანობაზე ისე ჩემი როგორც პოლიტიკოსის ვალდებულებაა, მე ხა შეიძლება და აუცილებლად არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ არასოდეს რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ჩემს ზნეობასთან, ანუ ზნეობრივ კომპრომისზე არ უნდა წახვიდეთ, თორე ხა ამ ქვეყნის საკეთით გქოთ, რისთვისაც ხარ პოლიტიკაში და ძალიან რთულია საქართველოს აკეთო პოლიტიკა, ძალიან რთულია საზოგადოება უბრალოდ ბევრი მათგანი კიდევ ვერ იაზრებს, რამდენად დიდი წნეხი არის, ხო, პოლიტიკოსებზე, რომლებიც ავანგარდში არიან ბრძოლის სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ ნუ ეს არჩევანი არის ჩემი შეგნებით გაკეთებული, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეხლა წყენის დრო არ არის და იქ სადაც პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა, მე გადავდგამ, იქ სადაც ყველა ტალახი და გუბე გასავლელი იქნება, გავივლი, იქ სადაც ამორჩეველი დასარწმუნებელი იქნება დავარწმუნებ, მივცემ შესაძლებლობას, რომ მე ჩამხედო თვალებში, მე ჩამხედო მათ, იქ სადაც აუცილებელი იქნება, რომ უცხოელი პარტნიორები და თქვენ გნახოთ იმ ადამიანებთან ერთად არა, ყველას, ანუ ერთობაში რას გულისხმობ? აი, ერთიანობა როგორ იცი, ხო სანამ დაგიჭერდი. არა, ვისაც ჭეშმარიტად, მანამდე რა ხდებოდა, გამარჯვებას არ ეუბნებოდა ოპოზიციის დიდი ნაწილი მეორე ნაწილი. ხო და ამას გულისხმობ. მაგრამ საერთოდ დიდი მიზნის გარშემო, როდესაც ხდება ერთობა, ეს ხდება მიზნის გარშემო ერთობა და არა ცალკეული ადამიანების და პარტიების გარშემო ერთობა, ხო? კი ბატონო, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, მე მგონი თქვენს ეთერშიც ვიტყოდ, ჩვენ კი არ შევრიგებულად მოვრიგდით, რომ აი მაგალითად მნიშვნელოვანია, რომ იყოს საპროტესტო აქციები. მნიშვნელოვანია, რომ გამოუცხადდეს ბოიკოტი. მაგრამ საპროტესტო აქციები ჩაიშალა, იმიტომ რომ ოპოზიცია შევიდა. შენს გამოსვლამდე აქ ცხარე დისკუსიები იყო, სანამ შენ ჯერ კიდევ გარეთ გამოხვიდოდი, რატო უნდა შესულიყო ოპოზიცია იქამდე, ვიდრე ნიკა მელიაიძე ციხეში, მაგრამ გამოყვებათ ის ოპოზიცია ამ ერთობაზე. მე არ უნდა გამოყვნენ, ჩვენ ერთმანეთს უნდა ერთი კანდიდატის გარშემო არ არის აუცილებელი ერთობაში გულისხმობდეთ ცალკეული ერთი ან ორი კანდიდატის გარშემო ერთობას. ვისაც ჭეშმარიტად აქვს გული ანთებული იმდაგვარად, რომ რეალურად სურს, რომ ოქტომბრის თვეში მივიღოთ უკვე შესაძლებლობა ვიცოდეთ, რომ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ის ადამიანები მე მჯერა ვიქნებით მაღალი ხარისხის კოორდინაციაში. ეხლა რა სახეს მიიღებს ეს თანამშრომლობა და ერთობა, ამას დავინახავ. ერთს კი დაგისვამ მაშინ კითხვას. აი ავიღოთ მაგალითად, ეხლა გამახსენდა გიორგი ვაშაძე, რომელმაც თქვა ნიკა მელიას შეიძლება რატომაც არა დაუჭირო მხარი ოღონდ თუ ხუთიანის გარშემო არ მოგვიწევს გაერთიანება. ანუ გესმით ხო? ანუ ადამიანები შეიძლება იყვნენ მზად, თქვა თუ თქვენ იქნებით მერობის კანდიდატი მაგალითად თბილისის მერის პოსტზე, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრით არ გამოხვალთ. აი აქ რა. არა, მე ასე არ უყურებ, მე მინდა რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ ვითანხმები არავის, ოდესაც ამბობენ ისე დაიღალა უშედეგობით, დაიღალა იმით, რითიც დაიღალა მაგალითად პირდაპირ გეტყვით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ყველა თამაშს რო ვაგებთ, ხო? დაიღალა აბსოლუტურ უმრავლესობაზეა საუბარი ახლა. უშედეგობით. ამიტომ ეხლა ამ უშედეგობას ხო თავისი მიზეზები აქვს. ხვალდაზე კი ხა ცალკეული აღებული პოლიტიკოსი პირველ რიგში მე თუ სხვა გიორგი ახსენეთ, არავის არ ემახსოვრება რა განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ 2 და 3 წელიწადში შედეგს მოგწევს. განცხადებები შეიძლება დაივიწყო უბრალოდ მათი გადაწყვეტილებად ხო. ანუ შენ თუ განიხილავ, თუ შენს გარშემო დაინახავთ რომ შედგება მერობის კანდიდატი თუ იქნები. არა, ინგა, მართლა მე უნდა კი არა, თავი არ ვიფასე, მართლა ასე მჯერა. არაფერში ამჭირდება თბილისის მერობა. მართლა გეუბნებით, არც თავდაბლობის გარეშე ვაპირებ ხა
საუბარს სხვა შეიძლება მიზნები და ამოცანები მქონდეს მე ქართულ პოლიტიკაში ვიდრე იყოს ეხლა მაგალითად კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა მაგრამ თუ კი დავთანხმდებოდი ამ ბრძოლაში შესვლას თბილისის მუნიციპალიტეტის არჩევნებში სხვადასხვა ასე ვთქვათ სხვადასხვა პოზიციიდან არა აუცილებელი იყო თბილისის მერობის კანდიდატი და ასე იყო ავანგარდში ხო ბრძოლის იმ შემთხვევაში დავინახავდი მართლა გუწვფელ ბზაობას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს წელს. ბრძოლაში ყველა ვარიანტი იქნება. აი არ ვიცი, როცა დამარცხებაზე საუბრობ, ერთობა ყველა ვარიანტი შედგება ინგა. როგორ უნდა დამარცხდეს? დამანა, ნუ მინიმუმ მრავალპარტიული არა, ჩვენ ძალიან ბევრი. ტონი რომ აიმაღლეს. ძალიან ბევრი, სადაიმაღლეს. აი რაღაცა უფრო მოფერიანებულები არიან. ინგა, რას ვაპარაკობ? ელემენტები არა, როგორ ვაპარაკობ? ვინ ბატონი ანდრიო ხალდაშვილი და ესე არჩილ ქალაქვაცა და კობახიძე და ეს ადამიანები არიან საკუთარი თავის არსებობის არ ჯერათ ხახნო თქვი ზემოთ არა თუ ის რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავის არსებობის არ ჯერათ რა წმენა და აპლომბი დაიბრუნეს ნუ გამაგიჟეთ ადამიანები არიან ამათი არ დამარცხება და ვერ დამარცხება მართლაც პოლიტიკური დანაშაული იქნება შარშან მე 2020 წელს ახლა ვამბობ და რეტროსპექტივაში არაერთხელ აღნიშნე რომ ოპოზიციას მეტი რომ მოენდომებია დღეს ხელისუფლებაში მიუხედავად გაყალბებისა ქართული ოცნება ვერ იქნებოდა მაგას გეუბნები ოპოზიციას მეტი რომ მოენდომებინა და ანუ ოპოზიცია მოინდომებს კი რეალურად რომ თუ ერთიანობა არ იქნება სხვა ხალხი ხო არ ცხოვრობს გდანში ვიდრე სამგორში ვიდრე ფატრიგაზე ერთი წუთით ხო და როგორ მოვიგეთ მაინც ხომ მოვიგეთ იმიტომ რომ 300,000 ადამიანი ცხოვრობს გდანში და მოვიგეთ იმიტომ რომ გდანში გაცილებით მეტად გუჯეროდა გამარჯვების პირდაპირ გეუბნებით ვიდრე სხვა ოლქებში მოგებული არჩევნები გაგიყალბეს ხო მაგრამ მაინც მოვიგეთ ხო იგივე შედეგზე ხო შეიძლებოდა 30 ოლქიდან 10 ოლქზე გავსულიყავით არ იყო ის რწმენა ბევრ ოლქში მე სულ ამაზე მაქვს საუბარი არ იყო ნამდვილად არ იყო რატო სხვაგან არ მოვიგეთ მე ამ ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ გდანში თუ შეიძლება მოიგო სხვაგან რატო არ შეიძლება მოიგო ესე იგი რაღაცა უკეთ გავაკეთეთ ხო ამ გდანში და მარტო მე კი არა ოპოზიცია მიუხედავად იმისა რომ ოპოზიცია გდანში ერთიანი არ იყო 16 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული ჩვენთან ერთად და ჩემი მეგობრების ლელოს კანდიდატიც გდანში ასპარეზობდა თავისით ანუ მე არ ვიყავი ერთიანი მთლიანად კანდიდატი მართლაც რომ მთლიანი ანუ მთელი ოპოზიციური სპექტრის კანდიდატი ყოფილიყო დამარცხდებოდა. ამიტომ თუ კი ჩვენ შეცდომებს გამოვასწორებთ, ქართულ ოცნებას ახლა განსაკუთრებით შანსს არ დავუტოვებთ. პირველივე დღიდანვე. მე მაქვს ჩემი ახსნა, რატომ დავიდო გდანში შედეგი. რატო? იმიტომ რომ აი ხა გეტყვი პირველ შეხვედრას, როდესაც გდანში მე ვიწყებდი, ვეუბნებოდი რომ ქალბატონებო, ბატონებო, ჩვენ მე მოვედი კანდიდატი ვარ, მოკლედ ვიწყებთ, ასე შემდეგ, როდესაც აი თუნდაც აი აქტივს ხდებოდი. მისმენდნენ და მეუბნებოდნენ მეგობრებო ღმერთმა გისმინოს ნიკა ღმერთმა ქნას ანუ წმენა არ იყო გამიგეთ იმიტომ რომ ამდენი არჩევნები წაგებული ადამიანი ეხლა უბრალოდ არის დამარცხებული ფსიქოლოგიით მაგრამ აენთნენ და დაიჯერეს და იწამეს იმიტომ რომ დაინახეს რომ მართლაც ვიყავი არა თუ არა ეხლა ტყვიაზეც წამსვლელი შუბლის შემშველი და ციხეში წამსვლელი ეს იგრძნობოდა გადაიდო და ეს ხალხი და იყო და შედეგი იყო რა ჩემო ინგა ძალიან ცუდი მაგრამ ის ჩემი მეგობარი როდესაც იარაღი დაუბიზნეს და იარაღზე მიდიოდა გდანში აბა თუ კაცი ხარ რომ მისროლიო საარჩევნო უბანთან რატო აკეთებდა ამას იმიტომ რომ იცოდა რომ უსამართლოდ არ უნდა მიეცა ვიღაცა ვიგინდარისთვის არჩევნების მოპოვების შესაძლებლობა. შენ მე იმას მიყვები, რაზეც მე შენ წეღან გისვამდი კითხვას. ანუ შენ თუ ის მერობის კანდიდატი არის ძალიან დიდი. არა, როგორ შეიძლება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი ვიყო და ავიღო მერობის კანდიდატი. ვინმე გეგულება ვის გარშემო. ხო და აი ამ რწმენით თუ დავიწყებთ, აი ამ რწმენით თუ დავიწყებთ და აი ხა ქალბატონ არ ვიცი ლიანას, ბატონ არ ვიცი გიორგის და ვინც კი გვიყურებს. ეცოდინებათ პირველივე დღიდან ოპოზიცია დგება და იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას მართლაც მიტაცებული სახელმწიფოს მიმტაცებლის კლანჭებისგან დასახსნელად აი როგორც თქვენ გიყურებთ და ვიცით ვინც ხართ და რამდენი წელიწადია იმ საქმეს აკეთებთ რა საქმესაც აკეთებთ ინგა ხართ გრიგოლია ასევე მჯერა რომ ხალხი გამოყვება რეალურად ანთებულ ადამიანებს ვინც იქნებიან ბრძოლის ავანგარდში მაგრამ თუ კი იქნება
უწუ თუ კი იქნება იცით რა ის მინდა ეს არა და დაინახავენ 100 და სხვადასხვაობა ძირითად საკითხების გარშემო შესაძლებელია ადამიანმა ჩათვალონ რომ თავად არ ჯერათ ამ ხალხს და მე სამეპატიჟებიან მაგრამ კიდევ უფრო მაგალითად ისეთი ჯგუფი შეიკრიბება რომელიც ბრძოლაში წავა და მე ამ ჯგუფში ვიქნები ეს ჯგუფი გაიყოლებს საზოგადოების აბსოლუტურად დიდ ნაწილს და ის ვინც ჩვენ ამ მართლაც ეკლექტურ ჯგუფს არ შემოვერთდება ხო კი ბატონო თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და თავადვე არიან პასუხისგებელი ხო მაგრამ ამ შემთხვევაში მე როგორც 30 ოპოზიციური პოლიტიკოსი 30 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 30-დან ეხა 5 თუ ბრძოლაში არ წამოყვება მე რომ ვკითხოთ თუ ვინმე დაზიანდება ის 5 იმიტომ რომ კამპანიის შუაგულში არც არავის შესაძლებელი არ გაახსენდეს ის 5 იმიტომ რომ დაწონებული ვარ ჩემს ძალებში და ჩვენს ძალებში რა კამპანიას გავშლით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმიტომ რომ მე თუ რამე ვისწავლე ამ წლების განმავლობაში ვისწავლე ერთი ველზე მუშაობით რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა არის პროგრამა რა თქმა უნდა არის დებატები თუ ასეთი იმართება ის არჩევნო კლიპები ის სტუდიაში გადაცემა მაგრამ რწმენა უნდა მოდი მართლა უნდა გრძნობდეთ რომ მელია საკ თავი გადადებული და აი ამ ბიულეტენს რომ მოპარავ ის შეგაკვდება და როდესაც ის მომპარავი პოტენციური არის ამ ინფორმაციით აღჭურვილი რომ ეხლა მე იქ რაღაცა რომ გავუფუჭო ესენი არიან იმდენად ასე თქვათ ბრძოლის ჟინით ანთებულები რომ ამის შესაძლებლობას არ მომცემენ და ხელში ჩამარტყამენ ხელს ისიც ვერ გაბიდავს. აი უცრუ წეღარო თქვი ეს უცრუ არის უკვე დღეს ოპოზიციაში და სანამ შენ ციხიდან გამოხვიდოდი უკვე დაწყებული იყო ეგ პროცესი. ეხლა შენ მე მინდა რომ გითხრა რომ მკითხე რომ აი საიდან შეამჩნიო რომ ხმაში ჟღერადობა შეემატა ხო ხელისუფლებას. ირაკლი კობახიძე ამბობს როგორც სხვა სიტყვების უკან წაღება მოუწია ნაციონალურ მოძრაობას ზუსტად ასე მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. მამუკა მდინარაძე სანამ არ ჩახვედი კიევში მანამდე ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება შემოსულიყავით პარლამენტში. რა ქვია თეა წულუკიანი ნიკა მელია დღეს არის დასრულებული პოლიტიკოსიო ეხა ხო პოლიტიკურ ტექნოლოგიაში კარგად ერკვევით. პოლიტიკურ ტექნოლოგიაში კარგად ერკვევა თქვენი მაყურებელიც თქვენი ასე თქვათ წყალობითაც ხო? ეხა ის რომ 24 საათი ეხა ჩემზე საუბრობენ იმ ადამიანებზე ვიზეთ საუბრობენ ეს რაც ხო საპირისპიროს ნიშნავს ხო? ეხა ცდილობენ თავიანთი ჭკუით რომ გაბლარონ ის რეალობა რომელიც არსებობს ხო? მე კი პირიქით მიხარია ამას რომ საუბრობს ქალბატონი წულუკიანი და ის სხვები რომელთაც პოლიტიკოსებად ვერ ვთვლი ხო? ხვდები რომ სწორ გზაზე ვარ ესე იგი პირდაპირ გეუბნები ამასობაში გამოჩნდა გიორგი გახარია რომელიც გადადგა თქვენი დაჭერის ამბების გამო ის ამბობს რომ მე მელიას გამო არ გადავმგარვარო მაგრამ რეალურად ესე მოხდა ხო ეხლა მე მაინტერესებს თქვენი კომენტარი ხო მითხარით თქვენი კომენტარი ვისი პროექტი აი აქ იჯდა იმ დღეს 2 საათი ვესაუბრებოდი და თუ მოусმინეთ არ ვიცი აი რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ მაგ კლიენტ ვერის ხელისუფლების ხმებს ოდენა 20 წუთი უსმინე მე მგონია რომ ბატონო გაინტერესო ვერ გავაკეთე რომ 25 წუთი გესმის არა უბრალოდ ვერ მოვახერხე გეხუმრები ნიკო 20 ესე იგი ბატონმა გახარიამ ისარგებლა შესაძლებლობით და დარჩა თამაში ბატონი გახარია ადგა და ჩემი მდგომარეობა გამოიყენა რა და რატო? იმიტომ რომ ბატონ გახარიას ახლობით აპრილის უნდა წასვლა და გამოიყენა. უნდა და უშვებდნენ. კი ბატონო. ახლობით აპრილ-მაისის თვეში ეხა ინფორმირებულები ვართ მიუხედავად იმისა რომ ეხა მოწინააღმდეგეები ვართ ვინც აპრილის თვეში ბატონ გახარიას ისე გაუშვებდნენ არავის არ გაახსენდებოდა და დამამცირებლად გაათავისუფლებდნენ ხო როგორც გაუთავისუფლებიათ არაერთი წინა პრემიერ-მინისტრი ერთი განსაკუთრებით მაინც ხო რაღაც სხვა ხონიზეთ ამიტომ ამ ადამიანმა მოახერხა და გააკეთა ის თორე ბატონ გახარიას ჩემი დაჭერა აი რა ნაწილში მართლა არ ტყუის კობახიძე არის ის რომ ბოლომდე გვეთანხმებოდა და მართლა დარწმუნებული ვარ ეხლა მეც მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთი ინიციატორი იყო რომ მომხდარიყო ჩემი დაკავება დაპატიმრება ხო ეხლა დღესაც გამოდის და ეხლა ხულიგანიაო საუბრობს ადამიანი 20 ივნისი არის მე და
და ჩვენსა და გახარიას შორის შუაში და გახარია ვისაც მოძალადეებს ეძახით ჩვენთვის ეს ადამიანები პატრიოტები არიან. გახარიასთვის არაფერი თუ არ არის რომ იდგეს ტრიბუნასთან გავრილოვი, ჩვენთვის ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის შემღალვა და სახელმწიფოებრივი საფუძვლების აღმოფხვრის ცდელობა იყო და თუ კი ვინმე მართლმსწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ რომელმაც პრაქტიკულად ინსტიტუტები დავიცავით და არა პირიქით. და ეს ადამიანი ეხლა ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება დიდწილად ბიძინა ივანიშვილს და პირდაპირ გეუბნებით რა. ბიძინას პროექტი. არ ვამბობ რომ ბიძინას პროექტი უბრალოდ ეხლა შიდა გუნდში როდესაც ხდება უთანხმოება, ვერაჯობა კობახიძეებს, დაჩაგრეს და გაბრაზებულმა ეხლა ამ დროს ეს წამოეწია ჩემი შესაძლებლობა და ვითომ ატკინა, თორე ეხლა რეალური პრემიერ-მინისტრი თუ მართლა არ ეთანხმებოდა ნიკამელიას დაჭერას, ხო? პრემიერ-მინისტრი ხარ, ის ხო არა ხარ კანცელარიის დირექტორი, არა? თუ რაღაც განყოფილების უფროსი, გომელაური გადააყენე, მოიწვია პრესკონფერენცია, დაითხოვე მთავრობა, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური შნო, რაც არა აქვს და ეხლა გახარიას და სააკაშვილის ტანდემი რაღაც შეთქმულების თეორია, რომელიც წამოვიდა ხელისუფლებისგან და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ფაქტები გქონდა, რომ ეს ხალხი გახარია რაღაც შეთქმულების ნაწილი იყო. ამაზე მინდა თქვენი კომენტარი. აი, ყველაფერს თუ თავი დავანებოთ რა. და საერთოდ რო პრეტენზია აქამდე არ ქონოდა ქართული ოცნების მიმართ. ის რასაც კადრულობენ ერთმანეთის მიმართ ეს გახარია და ივანიშვილის ესე ვთქვათ ეს რა დარჩენილი ნაშთი კობახიძე და ასე შემდეგ ასე შემდეგ. რაც ტელეკომპანია იმედმა მათ გაუკეთა. ერთის რა დავინახეთ. რაზეც ჩვენ ვაპელირებდით, რასაც ჩვენი თვალი ხედავდა და ასე და ყური ისმენდა, ხო? ის დღეს ქართულმა ოცნებამ გითხრა რომ მართალი ყოფილიყო, კაცო გახარიას მთელი ქსელი აქვს ნეპოტიზმის, რა 300-მდე ნათესავი და მეგობარი და ბიძაშვილი და არ ვიცი ნათლია და ნათური და ყოლაყოლია დასაქმებული, მაგრამ რო ყოფილიყო დღეს, ხო, ხომ აიქამდე მივიდა, რო ყოფილიყო დღეს პრემიერ-მინისტრი, კვლავ გახარია, ხომ ხვას არ ამოიღებდა. ასამბობთ, კაცო, კოცონზე კი ნაღამ დამწვეს თავის დროზე გახარიასთან საღიაზრის ფარგლებში თუ დავრჩებით და ვიქნებით, ხო? ადვილად მიხვდებით რომ იგივე ხდება კობახიძეს შემთხვევაში, იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაში და ამიტომაც არის ხალხო აი ამ სახელმწიფოს მდგომარეობა მისული პრაქტიკულად არ ვიცი ეკონომიკურ კოლაფსამდე. იმიტომ მთელი აქცენტი გადატანილი არის საკუთარი ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების არაკომპეტენტური შეიძლება მეგობარი ყავდეს მართლაკვალიფიციური და კომპეტენტური რომელიც აგურს დაადებს საკუთარი თავის სასაგებოთაც და ქვეყნის სასაგებოთაც, მაგრამ არანაირი უნაჩვევები არ აქვს. უბრალოდ უღიმღამო ხალხია, არანაირი დინამიკა მაგათ არ აქვს, ენერგია არ აქვს, თანამდებობისთვის შეუფერებელი ხალხია და დავინახეთ, თვითონვე აღიარეს გახარიას მიმართ. ხო? და ეხლა ეს ბატონი გახარია რომ გამოდის და იმაში რა ქვია, წირვაში დაღლილი მგდელივით რო საუბრობს და თითქოს მსხვერპლი არის. ახსნას ალბათ მთელი სანათესაო რომ დაასაქმე, რატო ყავდა? მაგრამ იგივე უნდა გააკეთოს კობახიძე და ღარიბაშვილმა. ამიტომ ერთ-ერთი ილუსტრაცია, რატომაც ესენი სწრაფად აქედან უნდა გავისტუმროთ თელმა ოპოზიციამ, დემოკრატიულმა ოპოზიციურმა ძალებმა არის, აი მხოლოდ ეს და მალევე უნდა ვისაუბროთ ჩვენ არა ამ ბატონებზე უნდა ვისაუბროთ რაზე, იცით, აი მინდა ვისაუბროთ და მომეცეს შესაძლებლობა სხვა კოლეგა მეგობრებსაც მიეცეს შესაძლებლობა ოპოზიციიდან, იმ ყოველ მეხუთე მოქალაქეზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელიც საქართველოში დღეს ყოველდღიურად ვალით იკვებება, ნასესხები ფულით ყიდულობს პროდუქტს. ხო, ეს რეალობა ხო არის. იმ პენსიონერებზე ვისაუბროთ, ინგა, რომელთაც უმცირესი პენსია აქვს, მაგრამ კურნალობა დღეს საქართველოში უფრო ძვირი უждდება, ვიდრე ევროპელ პენსიონერს ევროპაში. დაბრუნდებით ამერიკიდან, მე გაძლევთ პირობას, აი სწორედ ამ თემებზე სასაუბრო ძალიან სერიოზულ გადაცემას. ამიტომ ვიცით რა, კაცი, როდესაც იყო გახარიაზე პრემიერ-მინისტრად მანაგე შინაგასაკეთე და არაფერზე პროტესტი არ გამოუთქვამს. მოძალადეს არ არქმევდა, დამბრბეს არ არქმევდა, კრიმინალს არ არქმევდა და დღეს ამ ადამიანს აქვს იმისი ამბიცია, რომ თითქოს ის არაფრის შუაში არ იყო და ბიძინა ივანიშვილსაც კი ვერ აკრიტიკებს. ხო, ეხლა თუ კი რამე არის უსინდისობა ეს არის. მადლობა. ნიკა მელიას მადლობა, არ წახვიდე სტუდიაში მინდა ეხლა შემოვიყვანო მამუკა ხაზარაძე, არ წახვიდე ნიკა. მამუკა არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახარიას სიყვარული ჭყალებში, როგორ ხარ. გამარჯობათ. ხო და აი ორივეს ერთად მინდა უბრალოდ კითხვა დაგისვა, მე ვემზადები მამუკას არგუმენტების მოსასმენად, იმიტომ რომ გახარია რო ყავდა სწორედ მაშინ დაწერა, რომ მოიტყვა ამაზე და დებატებში გამოიწვია
სიუჟეტია და შევთავაზე ვნახოთ გამოვა თუ არა. აი ამ რეალობაში როცა ხართ, აქეთ გიორგი გახარია, აქეთ ლევან ვასაძე და ოპოზიცია ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ შანსს რომ ერთიანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ არჩევნებზე. ორივე ერთად გეხართ, უშვებთ რომ შეიძლება ერთიანი გუნდით გამოხვიდეთ? ერთიანი გუნდით მე პირველი საერთო სტრატეგიით გამოხვიდეთ? შენ მე და დაწუნებული მამუკეთ აქცენტ პასუხს მე ვიქნები საღიაზის მოკავშირე ნამდვილად და მე რახა მაქვს შესაძლებლობა მამუკასთან პირდაპირ ეთერში ყოფნის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლელოს, მამუკას, ბადრის იქ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს რომელიც ლელოში არიან იმ ხარდაჭერისთვის რომელსაც მე პირადად ვგრძნობდი როგორც არ უნდა ვგრძნობდი იქ სადაც მე ვიყავი და სადაც იმედი აღარ მოხვდები ხო და არც ამინ მოხვდება ნახოთ მე ვიქნები ბოლომდე ერთგული კოორდინაციის ხა რა სახეს და კონფიგურაციას მიიღებს ხა ეს თანამშრომლობა ამას მომავალში ვნახავთ აი ერთიანი სტრატეგიის შანსი რამდენად არის და ნიკას გაუშვებს და სტრატეგია მე ვფიქრობ რომ ამოცანა უნდა იყოს რომ ეს სისტემა გავისტუმროთ და შევთანხმდეთ როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ როგორი თბილისი გვინდა როგორი ქუთაისი გვინდა აქ არ არის ლაპარაკი თქვენ დაიწყეთ პიროვნებები ახსენეთ და მე არანაირი პრობლემა პიროვნების მიმართ არ მაქვს მე მაქვს პრობლემა სისტემის მიმართ რომელმაც ეს ქვეყანა შეიყვანა აი ძალიან სერიოზულ ჩიხში. მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომ მე მგონი რომ თუ ვაჯობებთ ჩვენ თავს ყველა ლიდერი, მათ შორის ოცნებაშიც, პირდაპირ გეტყვით რომ. იმიტომ რომ ჩვენ და ეხლა ორი კვირა პარლამენტში ვარ და ჩხუბის მეც არაფერს არ არავინ საქმეზე არ ლაპარაკობს და მე ვფიქრობ რომ უნდა გვეყოს ეხლა ჩვენ ძალა ყველასო ვილაპარაკოთ საქმეზე და ჩვენ თავზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ინტერესი. ასე მგონია. მადლობა ნიკა, დაგემშვიდობები, კეთილი მგზავრობა, მე მგონი ამერიკაში ვიზიტი გაქვს წინ და საინტერესო იქნება. ჩამოვიდე რა შეგითხათ რა. რო არ ჩამოვიდე. აი მაგას ვერ და არის შანსი რო აღარ ჩამოვიდე. ამომრჩეველი არ გაპატიეს. ნიკა, მადლობა დიდი რომ იყავით ჩვენთან ერთად, მამუკასთან მაქვს